აბა რა შეედრება კარგი წიგნის წაკითხული კარგი წიგნის სიამოვნებას არც კომპიუტერი შეედრება და არც არაფერი კარგი წიგნს რო წაიკითხავ და დახურა რა ბედნიერება რა ხო მეგატივი 79 წლის ბიბლიოთეკარს მედია ბაბუნაშვილს გაგაცნობთ. როგორც თავად გვიყვება, საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა. სულ პატარა იყო მამა, რომ სამამულო ომში დაეღუპა. ასეთი პატარა დამტოვა. შეხედა ლამაზი ვარ, რამაზან დატოვებს კაცი და სულ გიждები ამის მერე რომ რა იყო ამ ხელა ენთუზიაზმი, რომ თურმე გაგიჟებით ყვარები ვარ და დამტოვა ასეთი პატარა. წავიდა და გადავარდა იმ საშინელ ომში. დავჭით ასე ბებია და ბაბუის პენსიის ამარა. არასოდეს არ დამიწუწუნებია. არასოდეს ხო რა გაჭირებას გავივლები ახლა რომ ნახე ამ სურათიდან დაწყებული ბოლომდე. მამა ბიოლოგიის ლექტორი იყო, ამიტომ თავადაც ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ამ პროფესიით 33 წელი სკოლაში ასწავლიდა, პარალელურად კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. 33 წელი ვიმუშავე იქ და თუ იმე სამედიცინოზე წავიდა ჩვენი სკოლიდან ყველა ჩემი ბიოლოგიით წავიდა დაიჯერებ ისეთ ლამაზ გაკვეთილებს ვატარებდი ყველანი კინო იყო მაშინ ჩავაცმევდი გულს მოვიტანდი ჩამოვარიგებდი გულს წკირით გავასიჯებდი წინაგული არტერიები ესენი ყველაფერი და ლამაზი გაკვეთილები ძალიან მედია ბაბუნაშვილმა ცხოვრების 40 წელი ბიბლიოთეკაში გაატარა. ვინ მოთვლის რამდენი თაობის მოსწავლე სტუდენტი ახალგაზრდა თუ ზრდასრული ადამიანისთვის გაუწევია მას სამსახური. განსაკუთრებით ახარებს და იამაყება აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ახალ ბიბლიოთეკაში მუშაობა. რექტორმა აშენა ეს ლამაზი ბიბლიოთეკა დაატოვა სამახსოვროდ. უნდა გაგიჟებით რომ ეს ბიბლიოთეკა ეშენებია და ბიბლიოთეკა მაინც დაეტოვებია. ბიბლიოთეკა ასე თქვა ხო სულიერი განსაცავებია. ხო ხედავთ რა ლამაზია. ყველაზე უფრო წიგნებმა ამოისუნთქენ შვილო შეხედე რა კომფორტულად არიან დალაგებულები. აქ ამ წიგნებს ჰაერიზაციაც აქვს, ვენტილაცია ყველაფერი აქვს ახლა ამ წიგნებს. წიგნები ვიგიდა შუშანიკიდან დაწყებული, ხო იცი, აქ ყველაფერია. დამთავრებული ავთანდი ნიკოლაიშვილი, ხო იცი, თანამედროვე ყველაზე კარგი პიროვნება. ახალგაზრდებთან ურთიერთობა ახარებს, ამიტომ მათ დიდი სიყვარულითა და შემართებით უკვე წლებია დაუზარებლად ემსახურება. არასოდეს საყოდეს არ ვამბობ ახალგაზრდობაზე. რატო თუ იცი, იმგენს ყველაფერი სიახლე უყვართ და აღიქვამენ ისე ვინემ ხნიერი ხალხი, ხო? ახლა რო შედება ავტობუსი და ჩამოვდივარ, ავტობუსი და შემოვდივარ ჭიშკარში, ტევა არა, ხანდახან ჭიშკარში, და რომ ვითმობ ეგზას სიამოვნე. ყველა მიყვარს მე და იგენით მატყობენ, ხო იცი? მე არასოდეს არ ვსაყდრო ფალარის. მაგიკელა დაკარგა ერთმა ორმა სამმა წიგნები. მე ხო და ვეღარ ამოვიღე იმგენ და არ და ჩემი გადნეული იყო. წავედი დისპლეში მირის ქვეშ და ვიყიდე მომიგდა ყველაფერი და ავანაზღაურე. არ მიყვარს საყდრობა და არ ძველი ქალები იყვნენ ჰამ უყიროდნენ ბავშვებს არავითარ შემთხვევაში უნდა მოეფერო. დიდი გამოცდილების მქონე ამბობს, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია. ახლა კი შვილებისა და შვილიშვილების სიყვარული და ბედნიერება აცოცხლებს. რა არის მთავარი? აგითხრა ახლა სიცოცხლეა სიყვარული. სულ მიყვარდა ვეღაცა. ახალი თუ ბებერი თუ ახალგაზრდა. ეს ამთავ ეს გაკეთებიებს ყველაფერს ლამაზად. ორი ბიჭი მყავს. ერთი გადარეული მეორე ისე რა ხო და ორი შვილი ერთი ბიჭი და ერთი გოგო ულამაზესი პატარა გოგო ახალაზე ვოსნებობ მე არაფერზე ოღონდ ჩემი შვილები მე ყოველს კარგად უხუცესი თანამშრომელი თავის საქმიანობას წიგნსაცავში ისევ გააგრძელებს. ზრუნველობითა და მომღიმარი სახით სტუდენტებს კვლავ მოემსახურება. სულ მალე კი 80 წლის იუბილესაც გადაიხდის. 80 გადავიხადო რესტორანში ვაკეიფო ჩვენი თანამშრომლები. მეგატივი ქალბატონ მედიას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს. ქეთი გელაშვილი ტელეკომპანია მეგატივისთვის.